ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლოს ხდომის მოლოდინშია. სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომელიც ადვოკატს პროკურატურაში გადაეცა 30 ტომიანია. ლილუაშვილის ინტერესებს რობერტ გრიგალაშვილი იცავს, რომელსაც სახელმწიფო ბრალდებამ დღეს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინა. მისი თქმით, ბრალდებულის პოზიციაა, რომ სასამართლო მის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვოს. რობერტ გრიგალაშვილმა დღეს მედიასთან დაადასტურა, რომ სუსის ყოფილი უფროსის სახელზე არსებული რამდენიმე უძრავი ქონება, მათ შორის ბინა, დაახლოებით 2 თვის წინ დააყადაღეს. ლილუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარები კეთდება ივანიშვილის პარტიაში. ოცნების წევრების თქმით, თუ სუსის ყოფილ უფროს კორუფციის ბრალდება დაუდასტურდება, მაშინ მის მიმართ სინანულზე მეტი ბრაზი ექნებათ. რა თქმა უნდა, ძალიან უსიამოვნო და მძიმეა ჩვენთვის ყოფილ თანაგუნდელებზე საუბარი, მათ შორის არანაკლებ მძიმეა იმ სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის და მათი ხელმძღვანელებისთვის, ვინც უშუალოდ ამ საქმეებს აწარმოებენ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ თუ ამ ადამიანებს დაუდასტურდებათ კორუფცია და ის მასშტაბი, რომელზეც არის საუბარი, ალბათ სინანულზე უფრო მეტად ბრაზი გვექნება ყველას, რომ მათი ამ მოქმედებების გამო თითეული ჩვენგანი იყო აი იმ დარტყმის და იმ რაღაცა ნეგატიური აღქმების და ნეგატიური განწყობების ობიექტი, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა ზიანდებოდით ყველა, იმიტომ რომ ვიღაც ადამიანებმა ვერ შეიკავეს თავი და საკუთარი უფლებამოსილება არასწორად გამოიყენეს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივი დევნა არა კორუფციასთან ბრძოლით, არამედ ოცნების შიდა კლანური დაპირისპირებით აიხსნება. მათივე თქმით, რეჟიმი უკვე თავად აღიარებს, რომ ქვეყანას წლების განმავლობაში კორუმპირებული ხელისუფლება მართავს. ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება, ძალაუფლების გადანაწილება და ძალაუფლების შენარჩუნება თან კონკრეტული ჯგუფის მიერ. და არაფერ კავშირში არ არის რეალურად კორუფციასთან ბრძოლასთან, ვინაიდან თუ კი მართლა მოხდებოდა კორუფციასთან ბრძოლა, დღეს მოქმედი არაერთი თანამდებობის პირი იქნება უკვე დასასჯელი და იქნებოდა უკვე დაკავებული. ეს არის მორიგი მცდელობა, რომ გადაიფაროს ძირითადი თემა, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ახლა და ეს არის რეჟიმის მხრიდან, ქართული ოცნების რეჟიმის მხრიდან ადამიანების წინააღმდეგ შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხი და მეორე როგორღაც კლანებმა მიტაცებული ძალაუფლება შეინარჩუნონ. წლების განმავლობაში საქართველო მათ ყავდათ და ამას აღიარებენ კორუფციაში ჩაფლული. თქვენ მინდა გითხრათ, რომ დაკავებული არის თავდაცვის მინისტრი, ახლა უკვე უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორჯერ პრემიერ-მინისტრი და გამოდის რა? გამოდის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რასაც ჩვენ ლელოძლიერი საქართველო არაერთხელ საუბრობდით, იხჭობოდა ქვეყანა კორუფციაში, მაგრამ დღეს დასჭირდათ კორუფციასთან ბრძოლის მოტივით განეიტრალება ერთი კლანის და ერთი კლანის წარმომადგენლების, რომ აღზევდეს მეორე კლანი. აქ სხვა მეტი არაფერი არ არის და ასევე უნდა ვთქვათ, სად არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ამ ადამიანებს აქებდა და ადიდებდა, როდესაც ჩვენ საუბრობდით სავარაუდო კორუფციაზე, ჩვენ პროვოკატორებს და ასე შემდეგ გვიწოდებდნენ. გრიგოლ ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით საუბარია 2.365.000 ამერიკულ დოლარსა და 1.500.000 ლარზე. უფრო კონკრეტულად გამოძიება სუსის ყოფილ უფროს 4 ეპიზოდს ედავება, ორ მათგანში მასთან ერთად ფიგურირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე დაკავებული რომეო მიქაუტაძე, რომელთან ერთად ლილუაშვილი კონკრეტულ ბიზნესს ლობირებდა. კიდევ ერთი ეპიზოდი კი ბაგაბაღებს და ეგრეთ წოდებულ ატკატებს ეხება. პროკურატურის ინფორმაციით გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის აღების სანაცვლოდ თავის მეგობარს თბილისის მერიის საბავშვო ბაგაბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახა გვანცელაძეს მფარველობდა, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ეგრეთ წოდებულ ატკატებს იღებდა. იცოდა თუ არა ამ დანაშაულებრივი სქემის შესახებ დედაქალაქის მერმა და შესაძლებელია თუ არა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. კახა კალაძე დღეს ამტკიცებდა, რომ არაფერ შუაშია. მე გახლავართ დედაქალაქის მერი. უწყებაში არის 30,000 თანამშრომელი. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა? ყველას გადაცდომაზე პასუხისმგებლობას გრძნობთ? თქვენ გინდათ ასე რომ იყოს, მაგრამ პრობლემა იცით რა არის? თქვენ ვერ მწვდებით ვერანაირად პოლიტიკურად ყოველთვის განადგურებთ პოლიტიკურად მანადგურებთ შესაბამისად ხართ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ხარ,
თუ არის კორუფცია, ამას შესაბამისი უწყებები იძიებს, არსებობს შესაბამისი სამსახურები, მუნიციპალიტეტს მერი აქვს, არა აქვს იმის შესაძლებლობა, მე რომ მქონდეს ჩემს დაქვემდებარებაში რო იყოს შესაბამისი საგამოძიებო უწყებები, რა თქმა უნდა, ამას მოყვებოდა შესაბამისი რეაგირება თუ ვინმე ჩადის დანაშაულს. გრიგოლ ლილუაშვილის საქმეში კიდევ ერთი ეპიზოდი თაღლითურ კოლ-ცენტრებს ეხება. პროკურატურა მუშაობს ვერსიაზე, რომლის თანახმად სუსის ყოფილი უფროსი უზრუნველყოფდა არ გამჟღავნებულიყო კრიტიკული მედიის დამფინანსებელი კოლ-ცენტრების არსებობა, სანაცვლოდ კი არასახელისუფლებო მედია არაშუქებდა ცნობებს ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებულ თაღლითურ კოლ-ცენტრებზე. არადა 2022 წელს სწორედ გრიგოლ ლილუაშვილმა უჩივლა სასამართლოში ოპოზიციურ არხებს კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტების გამო. მაშინ სუსის ყოფილმა უფროსმა დავა სამივე ინსტანციის სასამართლოში მოიგო.